სოფელ ვაშლოვანში ორი ლეკი დადიოდა სავაჭროდ. ისინი ძალიან ღარიბები იყვნენ. ეს ლეკები ცუდ საქციელს ხშირად ჩადიოდნენ ხოლმე. ერთ დღეს მათ გამდიდრების მიზნით ბოროტების ჩადენა გადაწყვიტეს. იცოდნენ, რომ სოფელ ვაშლოვანში ცხოვრობდა მდიდარი კაცი, ზურაბ ქართველაძე. მას ძალიან უყვარდა თავისი ერთადერთი ქალიშვილი, პატარა ქეთო. ლეკებმა თქვეს, რომ თუ ქეთოს მოიკაცებდნენ, მამა აუცილებლად მისცემდა ფულს, რათა შვილი დაებრუნებინა. ქეთო ხშირად სეირნობდა ტყის ახლოს. ერთხელ საღამოს ქეთო და მისი აღმზრდელი ტყისკენ წავიდნენ. ქეთომ პატარა ჩიტი დაინახა და სირბილით გაჰყვა. ის დაშორდა ამ ველს და ტყეში შორს შევიდა. უეცრად გამოჩნდნენ ლეკები. ერთმა ქეთო ხელში აიტაცა და პირზე ხელი ააფარა, რომ არ დაეყვირა. მეორე ლეკმა აღმზრდელს დაარტყა და ქალი უსულოდ დაეცა. ლეკებმა სწრაფად წაიყვანეს ქეთო და ტყეში გაუჩინარდნენ.